როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ეყრდნობა, ეს არ არის ჩვენს მიერ წარმოებული სტატისტიკა, განსხვავებით პროფესიული კავშირისგან, ბუნებრივი არ გვაქვს რესურსები, რომ სტატისტიკა ვაწარმოოთ. ჩვენი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოპოვებული ოფიციალური მაჩვენებელი, რაც რა თქმა უნდა არის გაცილებით დაბალი, ვიდრე ამას ამბობს პროფკავშირი. რამდენადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღრიცხავს, ვერ აღრიცხავს ყველა იმ შემთხვევას მინიმუმ, რომელიც ქვეყანაში ხდება. მოკლედ, აქ აღმოჩნდა, რომ რაც ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ აღრიცხონ მაინც ეს დანაშაულია, თუ კი მის ორგანიზაციას 420 გარდაცვლილი ხავს აღნიშნული და შინაგან საქმეთა სამინისტრო 2011-16 წლებზეა საუბარი 270 ასახელებს, რაც თქვენ სტატისტიკაშიც არის აღრიცხული, უკვე ისეთი განსხვავებულია, რომ ეს ფუნქცია როგორც ჩანს ამ ფუნქციის შესრულება სახელმწიფოს უჭირს. გეთანხმებით სრულიად და ბატონი ირაკლი საუბრობდა იმაზე, რომ შესაძლოა მათი სტატისტიკა ასევე არაჩვენებდეს სრულ სურათს, რა თქმა უნდა, პროფესიული კავშირების ვალდებულება არ არის ეს სტატისტიკა ქონდეს, სახელმწიფო უნდა აწარმოებდეს ამას. ეს განსხვავება რომც არ იყოს, თვითონ ის მონაცემი, რომელიც აქვს სახელმწიფოს, საკმარისია იმისთვის, რომ ვთქვათ, სახელმწიფოს არ აქვს ეფექტიანი შრომის პოლიტიკა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა. სხვათა შორის ცინიკურია ის, რომ სახელმწიფო ამას აღიარებს. ამბობს იმას, რომ ეს მაჩვენებელი დაშავების და გარდაცვალების არის მართლაც ძალიან საგანგაშო, აღიარებს ასევე იმას, რომ მას არ აქვს გამართული მექანიზმები, თუმცა სრულიად გაუგებარია რა არის ის არგუმენტები, რომელსაც სახელმწიფო ეყრდნობა, როცა ის არ ქმნის ეფექტიან საზედამხედველო სისტემას. ბუნებრივია ჩვენი მტკიცებაც და არა მარტო ჩვენი მტკიცებაც და ეს არის ყველა შემთხვევაში დადასტურებადი ფაქტი ის რომ ამდენი შემთხვევა ხდება ქვეყანაში რომელიც არ შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი უბედური შემთხვევა ბუნებრივია ყოველდღიურად თითქმის ადამიანები იღუპებიან სამუშაო ადგილებზე რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა სახელმწიფოში და ძალიან ცხადია იმის დადასტურება რომ სახელმწიფოს არ აქვს ის მექანიზმები რაც არის ნორმალური პრაქტიკა ყველა განვითარებულ ქვეყანაში მათ შორის განვითარებად ქვეყანაში ეს არის შრომის ზედამხედველობის გამართული სისტემა. ეს სისტემა არ არსებობს. ეს ამაზე ერთმნიშვნელოვნად პრინციპში თანხმდებით უკვე გადამცველები. ეს სისტემა არ არსებობს, რამდენადაც ის არის იმდენად ლიმიტირებული თავის მანდატებში, რომ მას არ შეუძლია არანაირი ფუნქციის განხორციელება. დღეს შეიძლება სახელმწიფო ცდილობს დაამტკიცოს, რომ მექანიზმები, რომელიც შეიქმნა, ეს პასუხობს შრომის ინსპექტირების იდეას, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ შრომის ინსპექცია არის პასუხისმგებლობის მქონე, მანდატის მქონე სუბიექტი და ის მოდელი, რომელიც დღეს აქვს სახელმწიფოს არჩეული, ძალიან ლიმიტირებული და მცირე შრომის ინსპექცია, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის შრომის ინსპექცია. აი, გაუწევლინა, მოდით აუდიტორიას აუხსნათ. მედითი შრომის ინსპექცია. ვინც არის ის რა ლიმიტაციას უსაზღვრავს კანონმდებლობა ამ ინსპექციას და რა სად გადის ზღვარი მათი მოქმედების? ერთი რაც ალბათ უნდა აუხსნათ მაყურებელს არის ის, რომ შრომის ინსპექციის მექანიზმი არსებობდა ამ ქვეყანაში 2006 წლამდე, სწორედ წინამართველი გუნდის გადაწყვეტილებით შრომის ინსპექცია გაუქმდა როგორც კორუმპირებული ორგანო. შესაძლოა იმ ორგანოს მიმართ მართლა არსებობდა გარკვეული პრეტენზიები, თუმცა მაშინდელმა მმართველმა გუნდმა მიიღო მისი სრულად გაუქმების გადაწყვეტილება, რადგან მისი პოლიტიკა იყო დერეგულირების პოლიტიკა. მან ყველა საკანონმდებლო რეგულაცია გააუქმა ქვეყანაში, მათ შორის შრომის ინსპექცია, რომელიც იყო პასუხისმგებელი სახელმწიფო ზედამხედველობაზე, პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღესრულებინა შრომის კოდექსი. ახალი მმართველი გუნდი არსებითად გავს წინა მმართველი გუნდის პოზიციების და პოლიტიკის გამგრძელებელ მმართველ გუნდს სამწუხაროდ, თუმცა გარკვეული ცვლილებები და გარკვეული პრეტენზიებით იმაზე, რომ შრომის პოლიტიკის რაღაც ფუნდამენტები იყრება ქვეყანაში და მათ შორის ამის გამოხატულება არის 2015 წელს ახალი მმართველი გუნდის მიერ შექმნილი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელიც არის შრომის ინსპექცია, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს სახელმწიფო. ჩვენს ჩავატარეთ კვლევა და ძალიან ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ILO შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი ძალიან ცხადად ეუბნება სახელმწიფოს, რომ ეს არ არის თანხმედროში არც ერთ საერთაშორისო სტანდარტთან. არც ერთი მექანიზმი, რომელიც მას აქვს, არ არის არც საჭიროებებთან. მოდით პრაქტიკულ მაგალითზე რომ ვთქვათ რა უნდა გითხრათ, მაგალითად მე ვარ მშენებელი და ვაშენებ ჩემი კუთვნილი კომპანიით, ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე რაღაც საკუთარ სახლს. აქ შეუძლია შემოვიდეს შრომის ინსპექციას არსებულს და გამაკონტროლოს და რა ფორმით გამაკონტროლოს? შრომის ინსპექციას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია შემოვიდეს ნებისმიერ სამუშაო ადგილზე, თუ აქვს თანხმობა დამსაქმებლის გარდა ერთადერთი შემთხვევისა, თუ ექსპლუატაციაზე არის შეტყობინება შესული ინსპექციაში. ანუ ინსპექციის მუშაობის მთავარი მოდელი არის დამოკიდებული დამსაქმებლის თანხმობაზე. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა. პროცესში მე ვერ შემამოწმებენ, ხო? ვერ შემამოწმებს, შრომის ინსპექცია ვერ შეამოწმებს ვერც ერთ დასაქმების ადგილს გარდა ექსპლუატაციის შესაძლო ეჭვისა. ეს არის ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა, რასაც ინსპექციას და ეს არის წინააღმდეგობაში ყველა გამოცდილებასთან და ყველა სტანდარტი, ყველა ქვეყნის ინსპექციას აქვს უპირობო დაშვება სამუშაო ადგილზე. ჩვენ ვიკვლევთ რამდენიმე ქვეყანაში შრომის ინსპექციის მოდელები, ყველა მათგანს აქვს უპირობო დაშვება სამუშაო ადგილზე. აი მაგალითად ასეთი მაგალითი რომ იყოს უკაცრავად რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ აი რაც კითხვები ჩნდება, მინდა რომ გზა და გზა დავსვა. ასეთი მაგალითი რომ იყოს რომ შენიშნა
შრომის ინსპექციამ, რომ მე აი ძალიან ნათელია გარედან, რომ ირღვევა ჩემს ობიექტზე კონკრეტული თქვათ უფლებები. შრომის მაინც არ აქვს უფლება შემოსვლის, თუ არ დავთე მე ვენება, რომ შემოდი და ნახე. დიახ, სწორედ ამას ვამბობთ, რომ გარდა ექსპლუატაციის შემთხვევის არც ერთ შემთხვევაში შრომის ინსპექციას ამგვარი მანდატი არ გააჩნია. მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი თუ ის არის თანხმობით შესული სამუშაო ადგილზე და დაინახავს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც იმ წუთიერ საფრთხეს უქმნის დასაქმებულების სიცხეს და ჯანმრთელობას, მას გარდა სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებისა არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს. ანუ ის ურჩევს ამ შემთხვევაშიც კი კომპანიას, რომ მან უნდა შეცვალოს რაღაც სამუშაო ადგილზე. სარეკომენდაციო საბჭო ყოფილა და არა ინსპექცია, ასე გამოდის, ეს რაღაცა უფრო სარეკომენდაციო ფუნქციის მქონე, ზუსტად ეს არის სარეკომენდაციო ფუნქციის მქონე ორგანო, რომელიც ეხმარება დამსაქმებლებს და გარკვეულწილად მათ ცნობიერებას ამაღლებს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ არ არსებობს ქვეყანაში შრომის ინსპექცია კლასიკური ფორმით. დავამატებ ერთ ძალიან დაგიბრუნდებით, თუმცა აი დაასრულე და დაამატეთ კი ბატონო. უბრალოდ არ უნდა გამოგრჩეს სხვა ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი, გარდა შრომის ინსპექციისა ქვეყანაში მოქმედებს ტექნიკური და საამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ეს არის ორგანო, რომელიც არის პასუხისმგებელი მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე ტექნიკა დანადგარების უსაფრთხოებაზე. ტყიბული არის სწორედ ამგვარი ადგილი. ამდენად ჩვენ როცა ვლაპარაკობთ შრომის ინსპექციის შექმნაზე ან გარდაქმნაზე, ჩვენ ასევე უნდა ვისაუბროთ იმ სხვადასხვა მცირე უწყებებზე, რომელთაც გარკვეული ლიმიტირებული, მაგრამ კომპეტენციები გააჩნიათ. სააგენტოს პასუხისმგებლობაზე ტყიბული შემთხვევაში ნამდვილად უნდა ვისაუბროთ და ისინი ყოველთვის ახერხებენ იმას, რომ მთელი აქცენტი შრომის ინსპექციაზე გადადის და სააგენტო ან თვითმმართველობის საქალაქო ზედამხედველობის სამსახურები გრჩება ხოლმე რაღაცნაირად ყურადღების მიღმა. მადლობთ. გიორგი არობელიძეს მინდა ვთხოვ შემოგვიერთდეს და ვკითხო მას რა ამოცანა იყო გუშინ, როდესაც ეს აქცია გაიმართა სამწუხაროდ